თავი მე-6. გზათა გასაყარზე. რომი და ბიზანტია მე-5-13 საუკუნეები. ახალი წელთაღრიცხვის 311 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ამ რელიგიის დევნის პერიოდში ვერც სამღვდელმსახურო საზოგადოებრივი შენობების აღმართვის საკითხს დასვამდნენ და არც საამისო საშუალება ჩანდა. არსებული ეკლესიები თუ საკრებულოები პატარა და უმნიშვნელო იყო, მაგრამ რამდენადაც ეკლესია სახელმწიფოს ყველაზე ძლიერ მმართველ ძალად იქცა, ხელოვნებისადმი მისი დამოკიდებულება გადასინჯვას მოითხოვდა. ანტიკური ტაძრის მოდელი ახალი კულტისათვის ვეღარ გამოდგებოდა, რადგან ამ სალოცავებს სრულიად სხვა დანიშნულება ჰქონდათ. ტაძრის ინტერიერი ჩვეულებრივ პატარა სამლოცველოს წარმოადგენდა, სადაც ღვთაების ქანდაკებას განათავსებდნენ. მსვლელობები და მსხვერპლშეწირვა გარეთ იმართებოდა. მეორე მხრივ, ეკლესიას მრევლისთვის, რომელიც მსახურებაზე დასასწრებად იკრიბებოდა, ესაჭიროებოდა სამყოფი სივრცე, სადაც ღვთისმსახური მთავარ ტრაპეზთან წირვას აღასრულებდა ან ქადაგებას წარმოთქვამდა. ამიტომაც იყო, რომ ეკლესიებმა წარმართული ტაძრების მსგავსი სახე კი არ მიიღო, არამედ დიდი შესაკრებელი დარბაზებისა, რომელთაც კლასიკურ ხანაში ბაზილიკას უწოდებდნენ. ეს სიტყვა დაახლოებით სამეფო დარბაზს ნიშნავს. ასეთ ნაგებობებს გადახურულ ბაზრებად ან საზოგადოებრივ სასამართლოებად იყენებდნენ და ისინი ჩვეულებრივ შედგებოდა დიდი, მოგრძო დარბაზისა და უფრო ვიწრო, დაბალი ნაწილებისგან მისი სიგრძივი გვერდების გაყოლებით, რომლებიც მთავარი დარბაზისგან სვეტების მწკრივებით გამოიყოფოდა. შორეულ ბოლოში ხშირად ნახევარწრიულ უბეს, ანუ აფსიდს ათავსებდნენ, სადაც შეიძლებოდა თავყრილობის თავკაცი ან მსაჯული დაბრძანებულიყო. იმპერატორი კონსტანტინეს დედამ ეკლესიად ამგვარი ბაზილიკა ააგო. ამიტომ ამ ტიპის ეკლესიებისთვის ეს ტერმინი თავისთავად დამკვიდრდა. დიდ ნიშაში, ანუ აფსიდში, იდგა მთავარი ტრაპეზი, რომლისკენაც მიმართული იყო მორწმუნეთა მზერა. შენობის იმ ნაწილს, სადაც ტრაპეზი იდგა, საკურთხეველი ეწოდა. მთავარი ცენტრალური ნაწილი, სადაც მრევლი იხრიდა თავს, მოგვიანებით ნავის სახელით გახდა ცნობილი. გვერდით სათავსებს გვერდითი ნავები, ანუ ფრთები დაერქვა. ბაზილიკის მაღალ ნავს უმეტესად ხის გადახურვა ჰქონდა. მისი კოჭები გაშიშვლებული იყო. გვერდით ნავებს კი მეტწილად ბრტყელი გადახურვა ჰქონდა. სვეტები, რომლებიც ნავს ფრთებისაგან გამოყოფდა, ხშირად უხვად იყო მორთული. უცვლელი სახით, ჩვენამდე არც ერთ ადრეულ ბაზილიკას არ მოუღწევია, მაგრამ გადაკეთებისა თუ განახლების მიუხედავად, რომელიც მათ 1500 წლის განმავლობაში განიცადეს, მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ შენობათა ზოგადი სახე. იხილეთ სურათი 86. ბაზილიკების მორთვა კიდევ უფრო რთული და სერიოზული საქმე იყო, რადგან კვლავ დგებოდა ხატის და რელიგიაში მისი ადგილის საკითხი, რაც ცხარე კამაც იწვევდა. ადრეული ხანის თითქმის ყველა ქრისტიანი ერთ რამეში თახდებოდა. ღმერთის სახში ქანდაკება არ უნდა ყოფილიყო. ქანდაკებები მეტად ჰგავდა ბიბლიაში გაკიცხულ ნაქანდაკებ გამოსახულებებსა და წარმართულ კერპებს. ღმერთის ან რომელიმე წმინდანის ფიგურის ტრაპეზზე დასვენების საკითხი არც კი მდგარა, რადგან აბა როგორ შეძლებდნენ ბეჭავი წარმართები, რომლებიც ახალრწმენას ისის იყო ეზიარნენ, გაეცნობიერებინათ, განსხვავება თავიანთ ძველ და ახალ სარწმუნოებებს შორის, თუ კი ეკლესიაში კვლავ ამგვარ ქანდაკებებს იხილავდნენ. მათ ხომ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ესეთი ქანდაკება ნამდვილად გამოსახავს ღმერთს, მსგავსად ფიდიასის ქანდაკებისა, რომელიც ზევსაც წარმოედგინათ. ასე რომ მათთვის კიდევ უფრო რთული გახდებოდა ერთი, ხოვლის შენძლე და უხილავი ღმერთის იდეის გაცნობიერება, ღმერთისა, რომლის სახედ და ხატად ვართ შექმნილი. მართალია, ყველა ქრისტიანი წინააღმდეგი იყო დიდი ზომის ცოცხლის მსგავსი ქანდაკებებისა, მაგრამ ხატრობაზე მათი შეხედულებები ძალზე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ზოგიერთს მიაჩნდა, რომ მხატვრობა აუცილებელია. იგი მორწმუნეებს იმ მოძღვრებას გაახსენებს, რომელსაც ეზიარნენ და მათ ცნობიერებაში წმინდა ისტორიის ამბებს გააცოცხლებს. ამ მოსაზრებას უმთავრესად რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ლათინები ემხრობოდნენ. ასე ფიქრობდა გრიგოლ დიდი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა. ყოველგვარი მხატვრობის უარმყოფელთ იგი შეახსენებდა, რომ ეკლესიის ბევრი წევრი წერა-კითხვის უცოდინარია და რომ მოხატულობა მათი განათლებისათვის ისევე საჭიროა, როგორც ბავშვებისათვის სურათებიანი წიგნი. მხატვრობას წერა-კითხვის უცოდინართათვის იგივე ძალუც, რაც მწერლობას მათთვის, ვინც კითხვა იცის, ამბობდა პაპი გრიგოლი. ხელოვნების ისტორიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელა ავტორიტეტი მხატვრობის კომაგი იყო. გრიგოლ დიდის სიტყვებს იმოწმებდნენ ყოველთვის, როცა ხალხი ეკლესიაში ხატების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ცხადია, რომ ხელოვნების ის სახეობა, რომელიც დაშვებულად მიაჩნდათ, მეტად შეზღუდული იყო. გრიგოლისათვის ხელოვნების დანიშნულება ამბის შეძლების დაგვარად, მარტივად და ნათლად გადმოცემაში მდგომარეობდა. ყველაფერი, რაც ადამიანს ყურადღებას ამ მთავარი და საღვთო მიზნიდან სხვა რამეზე გადაატანინებდა, უნდა გამორიცხულიყო. დასაწყისში მხატვრები კვლავ რომაული ხელოვნების თხრობით მეთოდებს იყენებდნენ, მაგრამ თანდათან მათ არსებითის გადმოცემით შემოფარგლა დაიწყეს. 97 სურათზე ამ პრინციპების განსაკუთრებით თანმიმდევრულ გამოყენებას უხედავთ. ესაა რავენის ბაზილიკის მოზაიკა. აქ წარმოგენილი ამბავი სახარებიდანაა აღებული. ქრისტეს მიერ 5000 კაცის, 5 პურით და 2 თევზით დანაყრება. ელინისტური ხანის ხელოვანი გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას და ხალხის დიდი თავყრილობის მხიარული და დრამატული სცენის გამოსახვას ეცდებოდა. მაგრამ ახალი დროის ოსტატმა სრულიად საწინააღმდეგო მეთოდი აირჩია. ეს არაა ფუნჯის მსუბუქი მონასმებით შესრულებული მხატვრობა. ეს მოზაიკაა. იგი დიდი რუდუნებითაა აწყობილი ქვებით ან მინის კენჭებით, რომლებიც ღრმა სავსე ფერებს ასხივებს. ამგვარი მოზაიკით შემკობა ეკლესიის ინტერიერს დიდებულ სადღესასწაულო იერს ანიჭებს. მეთოდი, რომლითაც ამბავია გადმოცემული, მაყურებელს უჩვენებს, რომ აქ რაღაცა სასწაულებრივი და ღვთიური ხდება. ფონი ოქროს კენჭებით არის გაკეთებული და ამ ოქროს ფონზე ნატურალისტური ან რეალისტური სცენა ვერ გათამაშდება. ცენტრში ქრისტეს მშვიდი და უძრავი ფიგურაა წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ცნობილი წვეროსანი ქრისტე კი არ არის, გრძელთმიანი ახალგაზრდა მამაკაცია. ასეთი გახლდათ მისი სახება ადრეული ხანის ქრისტიანთა წარმოსახვაში. მას მეწამული კაბა აცვია. ორივე ხელი კურთხევის ნიშნად განზე აქვს გაწვდილი 2 მოციქულისკენ, რომლებიც პურსა და თევზებს აცვდიან, რათა სასწაულის აღსრულება შესაძლებელი გახდეს. საკვები მათ შებურვილ ხელებში უჭირავთ. იმგვარად, როგორც იმხანად ქვეშევრდომნი მიართმევდნენ ხოლმე ძღვენს თავიანთ მეუფეს. სცენა მართლაც ისეა გადმოცემული, როგორც სადრესასწაულო ცერემონიალი. ჩვენ ვამჩნევთ, რომ ხელოვანი ღრმა აზრს დებს იმაში, რასაც გამოსახავს. მას არც რაკურსების გადმოცემა უძნელდებოდა და თუ კომპოზიცია ჩვენს თვალში ძალზე პრიმიტიულად გამოიყურება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსტატს სიმარტივე სურდა. ეგვიპტელთა შეხედულება ყოველი საგნის მკაფიოდ გამოსახვის აუცილებლობის შესახებ განსაკუთრებული ძალით შემოbrunდა, რადგან ეკლესია მკაცრად მოითხოვდა მკაფიობას. მაგრამ მხატვრები ახალი ცდისას პრიმიტიული ხელოვნების მარტივ ფორმებს კი არ იყენებდნენ, არამედ ბერძნული ფერწერიდან მომდინარე ფორმებს. ამიტომაა, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება პრიმიტიული და რაფინირებული მეთოდების უჩვეულო ნაერთი გახდა. ნატურაზე დაკვირვება, რომელმაც როგორც ვნახეთ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 500 წელს გამოიღვიძა საბერძნეთში, ახალი წელთაღრიცხვის 500 წლამდე კვლავ 500 წლამდე კვლავ ძილს მიეცა. ხელოვანები თავიანთ სახვით ფორმულებს სინამდვილესთან შედარებით აღარ ამოწმებენ. ისინი აღარ ცდილობენ სხეულის გადმოცემის ან სიღრმის ილუზიის შექმნის საშუალებების აღმოჩენას. მაგრამ არც წინანდელი აღმოჩენები დაკარგულა ოდესმე.
ბერძნულმა და რომაულმა ხელოვნებამ მდგომარე, მჯდომარე, გადმოხრილ თუ დასაცემად გამზადებულ ფიგურათა განუზომელი მარაგი შექმნა. ყოველი ეს ტიპი საჭირო გამოდგა ამბის გადმოსაცემად. ამიტომ მათ გულდასმით იმეორებდნენ და ახალ კონტექსტსაც უსადაგებდნენ. მაგრამ მიზანი, რომლისთვისაც მათ ახლა იყენებდნენ, იმდენად რადიკალურად განსხვავდება წინანდელისგან, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ნამუშევრები ნაკლებად გვიმხელს თავიანთ კლასიკურ წარმომავლობას. ეკლესიაში ხელოვნების დანიშნულების პრობლემა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროპის მთელი ისტორიისათვის. ეს გახლდათ ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომლის გამოც რომის იმპერიის აღმოსავლეთი, ბერძნულენოვანი ნაწილი, რომლის დედაქალაქიც ბიზანტიონი ანუ კონსტანტინოპოლი იყო, უარს ამბობდა ლათინი პაპის პირველობის აღიარებაზე. ერთი ჯგუფი ყოველგვარი რელიგიური გამოსახულებების წინააღმდეგი იყო, მათ იკონოკლასტებს, ანუ ხატმებრძოლებს უწოდებდნენ. 755 წელს ისინი დაწინაურდნენ და აღმოსავლეთის ეკლესიაში ყოველგვარი რელიგიური ხელოვნება აკრძალეს. მაგრამ მათი ოპონენტები კიდევ უფრო ნაკლებად ეთანხმებოდნენ გრიგოლ დიდის შეხედულებებს. თვის ხატები არა მხოლოდ საჭირო, არამედ წმინდა იყო. მათ საკუთარი შეხედულებების დასადასტურებლად იმდენადვე ნატიფი არგუმენტები ჰქონდათ, რამდენადაც მეორე ჯგუფს. თუ კი ღმერთს თავისი მოწყალებით შეუძლია საკუთარი თავი ქრისტეს კაცობრი위 ბუნებით მოგვივლინოს, მაშინ, ამტკიცებდნენ ისინი, რატომ არ ინებებს იგი გაცხადდეს ხილულ ხატებათა სახით? ჩვენ არ ვეთაყვანებით თავად ხატებს, როგორც ეს წარმართებს სჩვევიათ. ჩვენ განვადიდებთ ღმერთსა და წმინდანებს მათი ხატების მიღმა ან მათი მეშვეობით. რა აზრიც არ უნდა გქონდეს ამგვარი დასაბუთების ლოგიკურობის შესახებ. ხელოვნების ისტორიისათვის იგი უაღრესად მნიშვნელოვანია. როცა ერთი საუკუნის დევნის შემდეგ ამ ჯგუფმა ძალაუფლება დაიბრუნა, ეკლესიის მოხატულობას აღარ მიიჩნევდნენ უბრალო ილუსტრაციად, წერა-კითხვის უცოდინართათვის. მას ისე შეხურებდნენ, როგორც ციური საუფლოს იდუმალ ანარეკლს. ამიტომ აღმოსავლეთის ეკლესია ვეღარ დართავდა ნებას მხატვარს, მუშაობისას თავის ფანტაზიას მინდობოდა. გამორიცხული იყო დედისა და ყრმის რომელიმე ლამაზი გამოსახულება, ღვთისმშობლის ნამდვილ წმინდა სახებად ან ხატად მიეჩნიათ. ასეთი მხოლოდ იმ ტიპის გამოსახულებები შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელთაც პატივს საუკუნოვანი ტრადიცია მიაგებდა. ამრიგად, ბიზანტიელები თითქმის ისევე განუხრელად მოითხოვდნენ ტრადიციების დაცვას, როგორც ეგვიპტელები. მაგრამ ამ საკითხს ორი მხარე ჰქონდა. ბიზანტიური ეკლესიის მოთხოვნით, მხატვარს წმინდა ხატის ქმნისას მკაცრად უნდა დაეცვა ანტიკური მოდელი, რითაც ის ხელს უწყობდა ბერძნული ხელოვნების იდეებისა და მიღწევების შენარჩუნებას, დრაპირების, სახის თუ მოძრაობის ტიპების გადმოცემისას. თუ წმინდა ქალწულის ბიზანტიურ საკუთხევლის ხატს დაუკვირდებით, სურათი 88, დავინახავთ, რომ იგი ძალზე დაშორდა ბერძნული ხელოვნების მიღწევებს. და მაინც, ბერძნული და ელინისტური ფერწერის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა გადმოეცათ ნაოჭების სხეულის ირგვლივ, მათი სხივისებურად გაშლა იდახვსა და მუხლებზე. ჩრდილებით მოენიშნათ სახისა და ხელების მოდელირება, ან თუნდაც ღვთისმშობლის სავარძლის მოქნეული მრუდი. გარკვეული სიხისტის მიუხედავად, ბიზანტიური ხელოვნება მაინც უფრო ახლოს იყო ბუნებასთან, ვიდრე მომდევნო ხანის დასავლური ხელოვნება. მეორე მხრივ, ტრადიციაზე დაყრდნობა და ქრისტესა და წმინდა ქალწულის გამოსახულებების განსაზღვრული, ნებადართული ხეხებით გადმოცემის აუცილებლობა ბიზანტიელ მხატვარს საკუთარი უნარის განვითარებას უძნელებდა. მაგრამ კონსერვატიზმი ნელ-ნელა ვითარდებოდა და შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ამ დროის მხატვარს გასაქანი საერთოდ არ ჰქონდა. სწორედ ამ მხატვრებმა გარდაქმნეს ადრექრისტიანული ხელოვნების მარტივი ილუსტრაციები, დიდ და სადრესასწაულო ხატთა ვრცელ ციკლებად, რომლებიც ბიზანტიური ეკლესიის ინტერიერებში ბატონობს. როდესაც ბალკანეთსა და იტალიაში შუა საუკუნეების ბერძენი ოსტატების მიერ შექმნილ მოზაიკებს ვუმზერთ, ვხედავთ, რომ აღმოსავლეთის ამ იმპერიამ მართლაც შეძლო ძველი აღმოსავლეთის ხელოვნების სიდიადისა და ბრწყინვალების ერთგვარი აღორძინება
და ამ ხელოვნების გამოყენება ქრისტეს და მისი ძლიერების სადიდებლად. 99 სურათი გვიჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს ეს ხელოვნება. აქ წარმოდგენილია სიცილიაში მდებარე მონრეალეს ეკლესიის აფსიდი, რომელიც ბიზანტიელმა ოსტატებმა 1190 წლამდე ოდნავ ადრე შეამგეს. სიცილია დასავლეთის, ანუ ლათინურ ეკლესიას ეკუთვნის. რაც იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ აქ სარკმლის ორივე მხარეს წარმოდგენილ წმინდანთა შორის ხედავთ უადრეს გამოსახულებას წმინდა თომას ბეკეტისა, რომლის მოკვლის ამბავი 20 წლით ადრე მოედო ევროპას. მაგრამ წმინდანთა შერჩევის გამოკლებით მხატვრები თავიანთი მშობლიური ბიზანტიური ტრადიციის ერთგულნი რჩებიან. ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები პირისპირ აღმოჩნდებიან ქვეყნიერების მეუფედ წარმოდგენილი ქრისტეს დიდებული ფიგურის წინაშე. მისი მარჯვენა კურთხევადაა აპყრობილი. მის ჩამოსწრევ გამოსახულია დედოფალივით აღსაყდრებული წმინდა ქალწული, ორი მთავარანგელოზითა და წმინდანთა რიგით ორივე მხარეს. ოქროს მოციმციმე კედლებიდან მომზირალი ამგვარი გამოსახულებანი. წმინდა ჭეშმარიტების იმდენად სრულყოფილ სიმბოლოებად გვევლინებიან, რომ არ ჩანდა თუნდაც მცირეოდენი ცვლილების შეტანის საჭიროება. ისინი ამ ძალას ყველა იმ ქვეყანაში ინარჩუნებენ, რომელსაც აღმოსავლეთის ეკლესია განაგებდა. რუსულ წმინდა გამოსახულებებზე, ანუ ხატებზე, ჯერაც აირეკლება ბიზანტიელი მხატვრების ეს უდიდესი ქმნილებები. თავი მეშვიდე. სიმზერა აღმოსავლეთისკენ. ისლამი, ჩინეთი, მეორედან მე-13 საუკუნეები. სანამ დასავლურ სამყაროს დაუბრუნდებით და ევროპული ხელოვნების ამბის თხრობას განვაგრძობთ, თვალი მაინც უნდა შევავლოთ, რა ხდებოდა ამ შფოთვარე საუკუნეებში მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში. საინტერესოა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ორ სხვა დიდ რელიგიას გამოსახულებების საკითხის მიმართ, რომლის გადაჭრაშიც ასე ჩართული იყო დასავლური სამყაროს ცნობიერება. აღმოსავლეთის რელიგია, რომელმაც ახალი წელთაღრიცხვის მე-7-მე-8 საუკუნეებში ყოველივე დამხვდური მოსპო, რელიგია სპარსეთის, შუამდინარეთის, ეგვიპტის, ჩრდილოეთი აფრიკისა და ესპანეთის მუსლიმი დამპყრობლებისა, ამ საკითხში ბევრად ულმობელი აღმოჩნდა, ვიდრე ქრისტიანობა გამოსახულებების შექმნა აიკრძალა. მაგრამ ხელოვნებას ასე ადვილად ვერ ჩაახშობ. და აღმოსავლეთის ოსტატებმაც, რომელთაც ადამიანის გამოსახვა ეკრძალებოდათ, თავიანთი ფანტაზია ნახშებისა და ფორმებისკენ მიმართეს. მათ შექმნეს საოცრად დახვეწილი წნული ორნამენტები, რომლებიც არაბესკების სახელითაა ცნობილი. ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა ალჰამბრას შიგა ეზოებსა და დარბაზებში სიარული და დეკორატიულ ნახშთა დაუსრულებელი მრავალფეროვნებით თქმობა. იხილეთ სურათი 99. ეს სიახლეები აღმოსავლური ხალიჩების მეშვეობით ისლამის სამფლობელოებს მიღმა მყოფმა სამყარომაც გაიცნო. მათი ნატიფი დიზაინი და ფერთა მდიდარი გამა საბოლოო ჯამში მუჰამედის დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. მან მხატვრების გონება რეალურ საგნებს ჩამოაშორა და ხაზებისა და ფერების სიზმარეული სამყაროსკენ მიმართა. მუსლიმთა უფრო გვიანდელი სექტები გამოსახულებათა აკრძალვის თვალსაზრისით ნაკლებად მკაცრნი აღმოჩნდნენ. ისინი მხატვრებს გამოსახულებებისა და ილუსტრაციების ხატვის უფლებას აძლევდნენ, თუ კი ამას რელიგიასთან კავშირი არ ჰქონდა. რომანების, ისტორიებისა და არაკების ილუსტრაციები, რომლებიც სპარსეთში მე-14 საუკუნიდან მოყოლებული, მოგვიანებით კი ინდოეთშიც მაჰმადიანთა, კერძოდ მოგოლთა მმართველობის დროს იქმნებოდა, გვიჩვენებს, რამდენი რამ ისწავლეს ამ ქვეყნების მხატვრებმა იმ დისციპლინიდან, რომელიც მათ ნახშების შექმნით ფარგლავდა. თვარით განათებული ბაღის სცენა. სურათი 92. მე-15 საუკუნის სპარსული რომანიდან ამ განსაცვიფრებელი ოსტატობის ჩინებული ნიმუშია. იგი გავს ხალიჩას, რომელიც რაღაც ძალით ზღაპართა საუფლოში გაცოცხლებულა. აქ რეალობის ილუზია ისევე მინიმალურია, როგორც ბიზანტიურ ხელოვნებაში. შეიძლება ნაკლებიც კია. აქ არც რაკურსებია, არც შუქჩდილისა თუ სხეულის აგებულების გადმოცემის ცდა. ფიგურებიც და მცენარეებიც თითქოს ფერადი ქაღალდებისგანაა გამოჭრილი და ფურცელზე იმგვარად განლაგებული, რომ სრულყოფილი ნახში მივიღოთ. მაგრამ
სწორედ ამის გამოა, რომ ეს ილუსტრაცია წიგნს იმაზე უკეთ ესადაგება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მხატვარი რეალური სცენის ილუზიის შექმნას მოისურვებდა. ასეთი გვერდი თითქმის ისევე შეიძლება წავიკითხოთ, როგორც საკუთრივთ ტექსტი. ჩვენ შეგვიძლია მარჯვენა კუთხეში გამოსახული გმირის, ხელებ გადაჯვარედინებული მამაკაცის ფიგურიდან მზერა გადავიტანოთ ქალზე, რომელიც მას უახლოვდება. ისიც შეგვიძლია წარმოსახვით მთვარით განატებულ ჯადოსნურ ბაღში ვიხეტიალოთ, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრს ვერაფერს შევიტყობ. ჩინეთში რელიგია ხელოვნებაზე კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენდა. ჩინური ხელოვნების საწყისთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩინელები ადრევე დაეუფლნენ ბრინჯაოს ჩამოსხმის ტექნიკას და რომ ზოგიერთი ბრინჯაოს ჩურჩელი, რომელიც ძველ ტაძრებში გამოიყენებოდა, ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულით თარიღდება. ზოგის აზრით კი უფრო ძველიც კია. რაც შეეხება ჩინურ მხატვრობასა და ქანდაკებას, მათ შესახებ ასეთი ადრეული ცნობები არ მოგვეპოვება. უშუალოდ ქრისტეს წინარე და შემდგომ საუკუნეებში ჩინელებმა გადმოიღეს დამარხვის წესი, რომელიც ეგვიპტელებისას მოგვაგონებს და ამ სამარხებში ეგვიპტურის მსგავსად შორეულ დღეთა ცხოვრებისა და ჩვეულებების ამსახველ ცოცხალ სცენებს ვხედავთ, სურათი 93. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ხელოვნების ბევრი ის ნიშან-თვისება, რომელთაც ტიპურ ჩინურს უწოდებთ. ამ მხატვრებს ეგვიპტელებზე ნაკლებად იტაცებდათ ხისტი, კუთხოვანი ფორმები. ისინი უპირატესობას მიხვეულ მოხვეულ მრუდებს ანიჭებდნენ. როცა ჩინელ მხატვარს გაჭენებული ცხენის გამოსახვა სურდა, იგი მას თითქოს მრავალი მომრგვალებული ფორმისგან აწყობდა. იგივე შეიძლება ითქვას ჩინურ ქანდაკებაზე, რომელიც თითქოს იკლაკნება და ბრუნავს, თუმცა სიმკვრივესა და სიმტკიცეს არ კარგავს. სურათი 94. ზოგიერთ გამოჩენილ ჩინელ მოაზროვნეს ხელოვნების ღირებულებაზე, როგორც ჩანს, პაპ გრიგოლ დიდის მსგავსი შეხედულება ჰქონდა. მათ ხელოვნება იმის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ, რომ ადამიანებისათვის წარსულის ოქროს საუკუნეები და სიკველის დიადი მაგალითები შეეხსენებინათ. ჩინური ილუსტრირებული გრაგნილის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ადრეული ნიმუში ქველი ქალბატონების დიადი მაგალითების კრებულია, კონფუცის სულის კვეთებით დაწერილი. ფიქრობენ, რომ ის მხატვარ კუ კაიშის ნახელავია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა. 95 სურათზე გამოსახულ სცენაზე ქმარი უსამართლოდ ადანაშაულებს მეუღლეს. და ამ სურათ არაკლია ის ღირსება და მოხდენილობა, რომელსაც საერთოდ ჩინურ ხელოვნებას უკავშირებთ. ეს იმდენად მკაფიოდ ჭვივის აქ გამოსახულ მოძრაობებსა და წყობაში, რამდენადაც ეს ნაწილობრივ ზნეობრივი დამოძღვრისთვის გამიზნულ სურათშია მოსალოდნელი. მეტიც, სურათი გვართმუნებს, რომ ჩინელ მხატვარს სრულად შეუთვისებია მოძრაობის გადმოცემის რთული ხელოვნება. ამ ადრეულ ჩინურ ნამუშევარში არაფერია ხისტი, რადგან ტალღოვანი ხაზებისკენ მიდრეკილება მთელ სურათს მოძრავ იერს ანიჭებს. მაგრამ ჩინურმა ხელოვნებამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმპულსი მეორე რელიგიისგან, ბუდიზმისგან მიიღო. ბუდას წრის ბერები და ასკეტები ხშირად წარმოდგენილნი არიან ქანდაკებებით, რომლებიც საოცრად გავს ცოცხალს. იხილეთ სურათი 96. ჩვენ კვლავ ხედავთ ყურის, თუჩებისა თუ ლოყების მრუდ მოხაზულობებს. მაგრამ ისინი კი არ არღვევენ ნამდვილ ფორმებს, არამედ პირიქით, კრავენ მათ. იგრძნობა, რომ ამგვარი ნამუშევარი ნაუძბათევი სულაც არაა. პირიქით, აქ ყველაფერი თავის ადგილასაა და თავისი წვლილი შეაქვს საბოლოო ეფექტის მოხდენაში. პრიმიტიული ნიღბების ძველთა ძველი პრინციპი პირისახის ასე დამაჯერებელ გამოსახულებაშიც კი არის მოშველიებული. ბუდიზმის გავლენა ჩინურ ხელოვნებაზე მხატვრობისთვის ახალი ამოცანების დასახვით არ ამოწურულა. მან სურათისადმი სრულიად ახლებური მიდგომაც მოიტანა და მხატვრის მიღწევათა პატივისცემაც, რაც სხვათა შორის არც ძველ საბერძნეთში არსებულა და არც ევროპაში რენესანსის ხანამდე. ჩინელები პირველები იყვნენ, ვისაც სურათის შექმნა მსახურის საკადრის საქმედ კი არ მიაჩნდათ, არამედ მხატვარი შთაგონებულ პოეტს გაუთანაბრეს.
აღმოსავლეთის რელიგიები ასწავლიდნენ, რომ არაფერია სწორ მედიტაციაზე მნიშვნელოვანი. მედიტაცია არის ერთსა და იმავე წმინდა ჭეშმარიტებაზე საათობით ფიქრი და განსჯა, რათა იდეა გონებაში დამკვიდრდეს და მას მისგან მოუწყვეტლივ ყოველი მხრიდან შეხედოთ. ეს იმგვარი გონებრივი ვარჯიშია, რომელსაც აღმოსავლელები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვიდრე ჩვენ, ფიზიკურ ვარჯიშს თუ სპორტს. ზოგი ბერი მხოლოდ ერთ სიტყვაზე მედიტირებდა. მრავალგვარად სინჯავდა მას თავის ცნობიერებაში. მყუდროდ იჯდა და მთელი დღეები უსმენდა სიჩუმეს, რომელიც წინ უსწრებს და მისდევს წმინდა ბგერებს. სხვათა მედიტაციის საგანი ბუნების ობიექტები იყო, მაგალითად წყალი, და ის, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან. როგორი მორჩილია იგი, როგორ უქცევს გვერდს და როგორ რეცხავს კლდოვან ქანებს. როგორი გამჭვირვალე, ცივი და მოსალბუნია, როგორ ასულდმულებს მოთხურებულ მინდვრებს. ან მთები, როგორი ძლიერნი, გოროზნი და ამასთანავე რამდენად კარგნი არიან ისინი, რადგან ხეებს თავიანთ ფერდობებზე ამოზრდის უფლებას აძლევენ. მაგრამ თუ 97 სურათს დიდხანს და გულდასმით დავაკვირდებით, შეიძლება შევიგრძნოთ თუ რა სულისკვეთებით იხატებოდა და რამდენად მაღალ მიზანს ემსახურებოდა იგი. ჩვენ ცხადია, არც რომელიმე ნამდვილი პეიზაჟის პორტრეტს უნდა მოველოდეთ და არც თვალწამტაცი ადგილების გამომსახველ საფოსტო ბარათებს. ჩინელი მხატვრები, რომელიმე თემის ჩასახატად, ბუნებას როდი მიაშურებდნენ ხოლმე. ისინი თავიანთ ხელოვნებას მედიტაციისა და კონცენტრაციის ჩვენთვის უცხო მეთოდებით შეისწავლიდნენ. ისინი უპირველეს ყოვლისა არა ბუნებიდან, არამედ ცნობილ ოსტატთა ნამუშევრებიდან სწავლობდნენ, თუ როგორ იხატება ფიჭვი, როგორ იხატება კლდეები, როგორ იხატება ღრუბლები. მხატვრები მხოლოდ ამ უნარის საფუძვლიანად დაუფლების შემდეგ მოგზაურობდნენ და ჭვრედდნენ ბუნების მშვენიერებას, რათა პეიზაჟის ხასიათი მოეხელთებინათ. შინ დაბრუნებულნი ისინი ცდილობდნენ თავი მოეყარათ ფიჭვების, კლდეებისა თუ ღრუბლებისაგან მიღებული შთაბეჭდილებებისთვის და ამგვარად თავიდან წარმოედგინათ პეიზაჟის ხასიათი. ისე, როგორც პოეტი აასხამს ხოლმე ძივივით სეირნობისას მის ცნობიერებაში გაჩენილ ხატებათა წყებას. ჩინელი მხატვრები მიისწრაფოდნენ ფუნჯისა და მელნის ხმარებაში ისე გაწაფულიყვნენ, რომ თავიანთი ხილვების ჩახატვა შთაგონების განელებამდე მოესწროთ. ხშირად აბრეშუმის ერთსა და იმავე გრაგნილზე ლექსის რამდენიმე სტრიქონიც იწერებოდა და სურათიც იხატებოდა. ამიტომ, ჩინელების თვალში ბავშვური ქცევაა სურათებზე დეტალების მოძიება და შემდეგ მათი რეალურ სამყაროსთან შედარება. მათ უფრო მხატვრის აღტაცების ხილული ნიშნების აღმოჩენა აინტერესებთ. ჩვენთვის იული როდია შევაფასოთ ყველაზე თამამი ნამუშევრები, თუნდაც 98 სურათი, რომელზედაც მხოლოდ ღრუბლები და ნამოწვერილი მთების ბუნდოვანი ფორმებია გამოსახული. მაგრამ თუ შევეცდებით თავი ჩინელი მხატვრის ადგილას წარმოვიდგინოთ და ის მოწიწება განვიცადოთ, რომელიც მას ამ დიდებული მწვერვალების მიმართ ეუფლებოდა, მაშინ შეიძლება დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა იყო ჩინელებისთვის ხელოვნებაში ყველაზე ფასეული. ჩვენთვის გაცილებით ადვილია მსგავსი გაწაფულობითა და კონცენტრაციით უფრო ნაცნობი საგნების შემთხვევაში აღფრთოვანდეთ. თბორში სამი თევზის გამომსახველი 99 სურათი საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორი მოთმინებით აკვირდებოდა მხატვარი ამ მარტივ საგანს, რათა შეესწავლა იგი. და რამ სუბუქად და ოსტატურად მოიმარჯვა მან ფუნჯი, როდესაც სურათის ხატვას შეუდგა. ჩვენ კვლავ ხედავთ, როგორ იტაცებთ ჩინელ მხატვრებს მოხდენილი მრუდები და როგორ იყენებენ მათ ეფექტებს მოძრაობის გადმოსაცემად. ფორმები თითქოს არც რაიმე ცხად სიმეტრიულ ნახშს ქმნის და არც სპარსული მინიატურიზმს მსგავსად თანაბრად არის განაწილებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მხატვარი სავსებით თავდაჯერებულად აწონასწორებს მათ. ასეთ სურათს შეიძლება დიდხანს უყურო ინტერესით. ამის შეგრძნება, რომ სცადო, ღირს თავის შეწუხება.
თავისებურად მშვენიერია ჩინური ხელოვნების ეს თავშეკავებულობა და ბუნების რამდენიმე მარტივი მოტივით განზრახ შემოფარგლა. მაგრამ ალბათ თქმაც არ უნდა, რომ ხატრობისადმი ამგვარ მიდგომას თავისი ხიფათიც ახლავს. დროთა განმავლობაში თითქმის ყოველი ტიპი ფუნჯის მონასმისა, რომლითაც ბამბუკის ღეროს ან პირქუშ კლდეს ხატავდნენ, ინახებოდა და ტრადიციად ინათლებოდა. ძველი დროის ნამუშევრებით საყოველთაო აღტაცება იმდენად დიდი იყო, რომ ხელოვანები საკუთარ შთაგონებას სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობოდნენ. მხატვრობის სტანდარტები მომდევნო საუკუნეებშიც მეტად მაღალი რჩებოდა როგორც ჩინეთში, ისე იაპონიაში, სადაც ჩინელთა კონცეფციები გაითავისეს. მაგრამ ხელოვნება სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა მოხდენილ და დახვეწილ, მაგრამ არც ისე საინტერესო თამაშს. სულების უმეტესობა ხომ წინდაწინვე იყო ცნობილი. იაპონელმა მხატვრებმა მე-18 საუკუნეში დასავლეთის ხელოვნების მიღწევებთან ახალი კონტაქტის შემდეგ გაბედეს აღმოსავლეთის მეთოდები ახალ თემებში გამოეყენებინათ. ჩვენ ვნახავთ, რამდენად ნაყოფიერი გამოდგა ეს ახალი ექსპერიმენტები თავად დასავლეთისთვის, როცა იგი მათ პირველად გაეცნო. თავი მერვე. დასავლეთის ხელოვნება სადნობ ქვაბში. ევროპა, მე-6 მე-11 საუკუნეები. ჩვენ განვიხილეთ დასავლეთის ხელოვნების ისტორია კონსტანტინეს ხანამდე და იმ დრომდე, როდესაც ის უნდა შეგუებოდა ფაპ გრიგოლ დიდის მითითებას. გამოსახულებები იმითაა სასარგებლო, რომ მათი მეშვეობით ერისკაცებს ღვთის სიტყვას ვასწავლითო. ადრე ქრისტიანული ეპოქის მომდევნო პერიოდი, რომელიც რომის იმპერიის დაცემას მოსდევს, ბნელი საუკუნეების არასახარბიელო სახელითაა ცნობილი. მათ ბნელს გარკვეულწილად იმიტომ უწოდებთ, რომ ამ მიგრაციების, ომებისა და გადატრიალებების საუკუნეებში მცხოვრები ხალხი ბნელით იყო მოცული და გზის გასაგნებად საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. აღნიშნულ საუკუნეებს ასე იმიტომაც მოიხსენიებთ, რომ ბევრი არაფერი ვიცით ამ არეულ-დარეული დროის შესახებ, რომელიც ანტიკური სამყაროს დაცემას მოჰყვა და თან წინ უძღოდა ევროპის ქვეყნების აღმოცენებას დაახლოებით იმ სახით, რომლითაც დღეს ვიცნობთ. რა თქმა უნდა, ამ ხანას ზუსტი მიჯნები არ საზღვრავს, მაგრამ ჩვენი მიზნისათვის საკმარისია ვთქვათ, რომ მან თითქმის 500 წელს გასტანა, დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 500-დან 1000 წლამდე. 500 წელი დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და აქ შეიცვალა კიდეც. მაგრამ ყველაზე საგულისხმო ჩვენთვის ისაა, რომ ამ წლებში არ წარმოქმნილა რაიმე ერთი საცნობი და ერთგვაროვანი სტილი. ეს უფრო მრავალი სხვადასხვა სტილის ჩიდილის ჟამი იყო. მათი შერწყმა კი მხოლოდ ამ პერიოდის ბოლოს დაიწყო. ვინც ცოტა რამ მაინც იცის ბნელი საუკუნეების შესახებ, მისთვის აქ მოულოდნელი არაფერია. ეს ხანა მარტო ბნელი კი არა, ჭრელიც იყო. ხალხებსა და კლასებს შორის უსაშველო განსხვავებებით აღბეჭდილი. ამ 5 საუკუნის განმავლობაში არსებობდნენ ადამიანები, უმთავრესად დედათა და მამათა მონასტრებში, რომლებიც განათლებასა და ხელოვნებას ეტრფოდნენ და ვისაც ბიბლიოთეკებსა და საგანძურებში დაცული ანტიკური სამყაროს ნაწარმოებები აღაფრთოვანებდა. ზოგჯერ განსწავლულსა და განათლებულ ბერებს ან ხუცებს სამეფო კარზე ძალაუფლება და გავლენა აღმოაჩნდებოდათ ხოლმე და ისინიც იმ ხელოვნებათა აღორძინებას ცდილობდნენ, რომლებიც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდათ, მაგრამ ხშირად მათ ნაღვაწ ახალი ომები სპობდა, ან და მას ანადგურებდა დარბევები ჩრდილოეთიდან შემოჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელებისა, რომელთაც ხელოვნებაზე სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. ტევტონთა სხვადასხვა ტომს, გოთებს, ვანდალებს, საქსებს, დანებსა და ვიკინგებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ და იავარყოფდნენ მთელ ევროპას, ბერძნული და რომაული ლიტერატურისა და ხელოვნების დამფასებლებმა ბარბაროსები უწოდეს. გარკვეული თვალსაზრისით ისინი მართლაც ბარბაროსები იყვნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ან სილამაზის განცდა, ან საკუთარი ხელოვნება არ ჰქონდათ. მათ გამოცდილი ხელოსნები ჰყავდათ, რომლებიც შესანიშნავად ამუშავებდნენ ლითონს და ისე ჩინებულად კვეთდნენ ხეზე, რომ მათი ნახელავი არაფრით ჩამოუვარდება ახალი ზელანდიის მაორის ნამუშევრებს. სურათი 22. მათ დაგრეხილი დრაკონებისა თუ იდუმლად გადახლართული ჩიტებისაგან შედგენილი ჩახვეული ნახშები უყვარდათ. ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, სად შეიქმნა მე-7 საუკუნის ეს სახეები, არც მათი მნიშვნელობა ვიცით.
მაგრამ შესაძლებელია ამ ტევტონური ტომების მხატვრული იდეები ისეთივე ყოფილიყო, როგორიც მსოფლიოს სხვა პრიმიტიულ ტომებს ჰქონდათ. გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ეს გამოსახულებები მათაც მაგიურად მიაჩნდათ და ბოროტი სულების განდევნის დალას მიაწერდნენ. ამ ხელოვნების ხასიათზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვიკინგების მარხილებსა და გემებზე ამოკვეთილი დრაკონების ფიგურები. იხილეთ სურათი 101. საფიქრებელია, რომ ურჩხულთა ეს შიშისმონგვრელი თავები მხოლოდ უწყინარი მორთულობა არ იქნებოდა. ცნობილია ნორვეგიელ ვიკინგთა კანონი, რომლის თანახმად გემის კაპიტანი ვალდებული იყო ეს ფიგურები მშობლიურ ნავსადგურში შესვლამდე ჩამოეხსნა, რათა მიწის სულები არ დაეფრთხო. კელტური ირლანდიისა და საქსური ინგლისის ბერები და მისიონერები ცდილობდნენ ჩრდილოეთის ხელოვანთა ეს ტრადიციები ქრისტიანული ხელოვნების მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ქვის ეკლესიებსა და სამრეკლოებს ისინი ადგილობრივ ოსტატთა მიერ შექმნილი ხის შენობების მიბაძვით აგებდნენ. მათი წარმატების ყველაზე განსაცვიფრებელ მოწმობად კი მე-7-მე-8 საუკუნეებში ინგლისსა და ირლანდიაში შესრულებული ხელნაწერები გვევლინება. 103 სურათზე წარმოდგენილია 700 წელზე ოდნავ ადრე ნორთუმბრიაში შექმნილი ლინდისფარნის სახელგანთმული 4 თავის გვერდი. მასზე გამოსახულია ჯვარი, შედგენილი ი გადაგრეხილი დრაკონებისა თუ გველების, საოცრად მდიდრული წნულისაგან, რომელიც კიდევ უფრო ჩახვეული ნახშის ფონზეა წარმოდგენილი. ერთ რამე ღირს შეეცადოთ გზა გაიგნოთ კლაკნილ მონახასთა ამ გამაოგნებელ ლაბირინთში. ან ჩახლართულ სხეულთა ხვეულებს გააყოლოთ თვალი. კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ ამ ხვეულების შედეგად აბდაუბდას სულაც არ ვიღებთ. სხვადასხვა ნახში ზუსტადაა ერთმანეთს მორგებული და ნახატისა და ფერის რთულ ჰარმონიას ქმნის. ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოიგონა ვიღაცამ ამგვარი სქემა, ან როგორ ეყო მოთმინება და გამძლეობა მის დასასრულებლად. ეს ამტკიცებს, თუ კი საჭიროა ამის დამტკიცება, რომ მხატვრები, რომლებიც მშობლიურ ტრადიციას მისდევდნენ, უთუოდ არც უნარს იყვნენ მოკლებული და არც ტექნიკას. ინგლისურ და ირლანდიურ ილუსტრირებულ ხელნაწერებში ამ მხატვრების მის მიერ დახატული ადამიანის ფიგურები კიდევ უფრო საოცარია. ისინი იმდენად ადამიანის ფიგურებს არ გვანან, რამდენადაც ადამიანის ფორმებით შექმნილ უცნაურ ნახშებს, იხილეთ სურათი 102. დააკვირდით. მხატვარი აქ იყენებს ზოგიერთ ნიმუშს, რომლებიც ძველ ბიბლიაში უნახავს და მათ თავის გემოვნებას უსადაგებს. სამოსის ნაკეცები მან ბაფთების ერთგვარ წნულად აქცია. თმის კულულები და ყურები გრეხილებად. თლიანობაში სახე კი გაშეშებულ ნიღბად. მახარებელთა და წმინდანთა ეს ფიგურები თითქმის პრიმიტიული კერპებივით გაქოვებული და უცნაურია. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მხატვრებს, რომლებიც მშობლიური ხელოვნების ნიადაგზე აღიზარდნენ, ქრისტიანული წიგნების ახალ მოთხოვნებთან შეგუება უჭირდათ. მაგრამ მართებული არ იქნება, თუ ამგვარ გამოსახულებებზე ვითყვით. უბრალოდ უმწიფარიაო. გავარჯიშებულმა ხელმა და თვალმა ამ მხატვრებს ფურცელი ლამაზი ნახშებით მოახატვინა. ამის მეშვეობით კი მათ დასავლეთის ხელოვნებაში ახალი ელემენტის შეტანა შეძლეს. ამ გავლენის გარეშე დასავლეთის ხელოვნება შეიძლებოდა ბიზანტიურის მსგავსად განვითარებულიყო. ორი ტრადიციის, კლასიკური ტრადიციისა და ადგილობრივი მხატვრული გემოვნების შეჯახების წყალობით დასავლეთ ევროპაში სრულიად ახალი რამ აღმოცენდა. საქმე ისაა, რომ კლასიკური ხელოვნების ადრინდელი მიღწევები სრულად არ დაკარგულა. კარლოს დიდის კარზე, რომელსაც თავი რომის იმპერატორთა მემკვიდრედ მიაჩნდა, დაჟინებით ცდილობდნენ რომაული ხელოვნების ტრადიციების აღორძინებას. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 800 წელს კარლოსმა თავის რეზიდენციაში, აახენში, ააშენა ეკლესია, სურათი 104, რომელიც რავენაში 300 წლით ადრე აგებული ცნობილი ეკლესიის თითქმის ზუსტი ასლია. როგორც უკვე ვნახეთ, ძველი დროის ხალხთა უმეტესობა არ იზიარებდა თანამედროვე შეხედულებას, რომ მხატვარი ორიგინალური უნდა იყოს. ეგვიპტელ, ჩინელ ან ბიზანტიელ ოსტატს ამგვარი მოთხოვნა დიდად ეუცნაურებოდა. ვერც შუა საუკუნეების ევროპელი ხელოვანი გაიგებდა, ახლებურად რატომ უნდა შეექმნა ეკლესიის გეგმა, გამოენაკთა ბარძიმი, ან გამოეხატა საღმრთო ისტორია.
ძველი ხერხებითაც ხომ ჩინებულად აღწევდა მიზანს. ღვთისმოსავი შემომწირველი, რომელსაც თავისი მფარველი წმინდანისთვის ნაწილთა ახალი ჩასასვენებლის მიძღვნა სურდა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, უძვირფასესი მასალის მოპოვებას ცდილობდა. მაგრამ ამას გარდა, ის ოსტატს აწვდიდა იმის ძველ სათაყვანო ნიმუშსაც. თუ როგორ უნდა გადმოეცა წმინდანის ცხოვრება მართებულად. ამგვარი დავალებით არც ხელოვანი უნდა შეწუხებულიყო. საკუთარი ხელმარჯვეობის წარმოსაჩენად მას საკმარისად ფართო ასპარეზი რჩებოდა. ეს მიდგომა იქნება უფრო გასაგები გახდეს, თუ მუსიკასთან ჩვენს დამოკიდებულებას მივაქცევთ ყურადღებას. როცა მუსიკოს ქორწილში რაღაცის დაკვრას ვთხოვთ, კიდევ უფრო ნაკლებად მოველით მისგან რაიმე ახლის შეთხსვას, ვიდრე შუა საუკუნეების დამკვეთი ელოდა ახალ გამონაგონს, როდესაც შობის სცენის დახატვას ითხოვდა. ჩვენ მუსიკის სასურველ ჟანრს, ჩვენთვის ხელმისაწვდომი შემადგენლობის ორკესტრს ან გუნდს ვირჩევთ, ხოლო ძველ ნაწარმოებს დიდებულად შეასრულებს თუ ყველაფერს აურდაურევს, თვით მუსიკოსის უნარზეა დამოკიდებული. როგორც ორ თანაბრად დიდ მუსიკოს შეუძლია ერთი და იმავე პიესის სხვადასხვა ინტერპრეტაციით შესრულება, ასევე შუა საუკუნეების ორ დიდ ხელოვანს ერთსა და იმავე თემაზე და უფრო მეტიც, ერთი და იგივე ძველი ნიმუშის მიხედვითაც კი შეეძლო განსხვავებული ნაწარმოებების შექმნა. მაგალითი უფრო თვალსაჩინოს გახდის ამას. 105 სურათზე წარმოდგენილია ქარლოს დიდის კარზე შექმნილი 4 თავის ერთი გვერდი. მასზე გამოსახულია წმინდა მათე სახარების წერისას. ბერძნულ და რომაულ წიგნებში ავტორის პორტრეტი, როგორც წესი, პირველ გვერდზე იყო წარმოდგენილი. მწერალი მახარებლის ეს გამოსახულებაც ამგვარი პორტრეტის მეტად ზუსტი ასლი უნდა იყოს. წმინდანის ტოგით საუკეთესო კლასიკურ ყაიდაზე გარშემოვლება, მისი თავის შუქ ჩრდილის მრავალი ელთერით მოდელირება, გვარწმუნებს, რომ შუა საუკუნეების ის მხატვარმა მთელი ძალღონე შეალია სათაყვანო მოდელის ზედმიწევნით და საკადრისად გადმოცემას. მე-9 საუკუნის მეორე ხელნაწერის შემქმნელსაც, სურათი 106, როგორც ჩანს, ხელთ ადრექრისტიანული ხანის იგივე ან მეტად მსგავსი ძველი ნიმუში ჰქონდა. შევადაროთ ხელები. მარცხენა, რომელშიც წმინდანს სამელნე უჭირავს და დაფაზე დაყრდნობილი კალმიანი მარჯვენა. ან თუნდაც ტერფები, ან და სულაც დრაპირება მუხლების ირგვლივ. 105, სურათზე მოცემული ნახატის შემქმნელი, ცდილობდა დედანი შეძლების დაგვარად ზუსტად გადმოეღო. 106 სურათზე წარმოდგენილი ნამუშევრის ავტორმა კი მიზნად სხვაგვარი ინტერპრეტაცია დაისახა. შესაძლოა მას არ სურდა მახარებელი თავის ოთახში მხუდროდ მჯდომი ხნიერი, უშფოთველი მეცნიერის მსგავსად გამოესახა. მისთვის წმინდა მათე ზეშთაგონებული კაცია, რომელიც ღვთის სიტყვას იწერს. მხატვარს სურს კაცობრიობის ისტორიის განუზომლად მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენა დაგვისურათოს. და მწერალი კაცის ფიგურით გარკვეულწილად მოახერხა კიდეც თავისი კრძალვისა და აღელვების გამოხატვა. განა უბრალო სიტლანქისა და უწოდინრობის გამო დაუხატა მან წმინდანს ფართოდ გახელილი, გადმოკარკლული თვალები და ვეებერთელა ხელები. მხატვარს განზრახული ჰქონდა, მას დაძაბული კონცენტრირებულობის გამომეტყველება ჰქონოდა. ფონსა და სამოსზე ფუნჯის ყოველი მონასმიც თითქოს ძლიერი აღელვების მდგომარეობაშია შესრულებული. ჩემი აზრით, ამ შთაბეჭდილებას ნაწილობრივ ის განაპირობებს, რომ მხატვარი, სადაც კი უხერხდება, დიდი ხალისით ხატავს ხვეულ ხაზებს თუ ზიგზაგისებურ ნაკეცებს. ამგვარ დამუშავებას შესაძლოა რაღაც დოზით დედანიც კარნახობდა, მაგრამ შუა საუკუნეების მხატვარს ის ალბათ უფრო იმიტომ იზიდავდა, რომ ჩრდილოეთის ხელოვნების უდიდეს მონაპოვარს, ბაფთებისა თუ ხასთა წყნულებს მოაგონებდა. ამგვარი გამოსახულებები ახალი შუა საუკუნეების სტილის ჩასახვას მოასწავებს. ეს სტილი შესაძლებლობას იძლეოდა ისეთი რამ შექმნილიყო, რასაც არც ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება იცნობდა და არც კლასიკური. ეგვიპტელები მეტწილად იმას ხატავდნენ, რისი არსებობაც იცოდნენ. ბერძნები კი იმას, რასაც ხედავდნენ. შუა საუკუნეების მხატვარი კი სწავლობდა თავისი სურათით, ისიც გამოიხატა, რასაც გრძნობდა. შუა საუკუნეების
ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ შეაფასებს სწორად ამ მიზნის გაუთვალისწინებლად. ხელოვანები ახლა თავიანთი ნამუშევრების ბუნებისთვის მიმსგავსებას, ან ლამაზი საგნების კეთებას როდილ ამობდნენ. მათ სურდათ სულიერ ძმებთან საღვთო ისტორიის შინაარსი და წმინდა წერილის სათქმელი მიეტანათ. ამ მხრივ კი ისინი უფრო წარმატებულნი გამოდგნენ, ვიდრე წინარე თუ შემდგომი ხანის ოსტატთა უმრავლესობა. 107 სურათი აღებულია 100-ზე მეტი წლის შემდეგ, 1000 წლის ახლო ხანებში. გერმანიაში ილუსტრირებული, ანუ გამშვენებული 4 თავიდან. მასზე გადმოცემულია ამბავი იოანეს სახარებიდან, როცა ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. უთხრა პეტრემ: უკუნისამდე არ დამბან ფეხებს. იესომ უპასუხა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა სიმონ პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. იოანეს სახარება, მერვე თავი, მუხლები 8 და 9. მხატვრისთვის მხოლოდ სიტყვა პასუხია საგულისხმო. მას საჭიროდ არ მიაჩნია გამოსახოს ოთახი, სადაც მოქმედება ვითარდება. ამას ხომ შეუძლია ყურადღება ამ მოვლენის შინაგანის აზრისისაგან ჩამოაშოროს. ის ამჯობინებს, თავარი ფიგურები მოათავსოს ბრტყელ, მბრწყინავ ოქროს ფონზე, სადაც მოსაუბრეთა ჟესტები საზეიმო წარწერებივით იკითხება. წმინდა პეტრე ევედრება, ქრისტე კი მშვიდად მოძურავს. მარჯვნივ მდგომი მოწაფე სანდლებს იხდის, მეორეს ტაშტი მოუტანია, სხვები კი პეტრეს უკან შეჯარულან. ყველა გამოსახულის მზერა უმოძრაოდ ცენტრისკენაა მიფხრობილი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იქ რაღაც განუზომლად მნიშვნელოვანი ხდება. რა უყოთ, რომ ტაშტი თანაბრად მომრგვალებული არაა, რომ მხატვარმა წმინდა პეტრეს ფეხი ამოატრიალა. მისი მუხლი კი ცოტათი წინ გასწია, რათა ტერფი ცხადლივ წყალში ყოფილიყო. მას ღვთაებრივი მორჩილება ჰქონდა საუწყებელი და ამას მიაღწია კიდეც. საინტერესო იქნება ცოტა ხნით ძველი ტელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ბერძნულ ლარნაკზე გამოსახულ ფეხთა ბანის სხვა სცენას მივაპყროთ ყურადღება. სურათი 58. სწორედ საბერძნეთში აღმოაჩინეს სულის მუშაობის ხელოვნება და თუმცა შუა საუკუნეების მხატვრებს ეს მიზანი სხვანაირად ესმოდათ. ეკლესია ამ მემკვიდრეობის გარეშე გამოსახულებებს თავისი საჭიროებისათვის ვერასდროს გამოიყენებდა. გავიხსენოთ გრიგოლ დიდის სწავლება, რომ მხატვრობას წერა-კითხვის უწოდინართათვის იგივე ძალუძს, რაც მწერლობას მათთვის, ვინც კითხვა იცის. კაფიობის ძიება არა მარტო ფერწერულ ილუსტრაციებში იჩენს თავს, არამედ ქანდაკებაშიც, თუნდაც ჰილდესჰაიმის ეკლესიის ბრინჯაოს კარის ფირფიტაზე, რომელიც ასევე მე-11 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი. იხილეთ. სურათი 108. მასზე გამოსახულია ღმერთი, რომელიც შეცოდების შემდეგ ადამსა და ევას უახლოვდება. ამ რელიეფზე ზედმეტი არაფერია, მხოლოდ ისაა, რაც ამ ამბავს სჭირდება. მაგრამ უმთავრესზე, საგულისხმოზე კონცენტრირების გამო, ფიგურები ბრტყელ ფონზე უმკაფიოესად გამოიკვეთება. თითქოს კითხულობთ მათ მოძრაობებს. ღმერთი ადამზე მიუთითებს, ადამი ევაზე, ხოლო ევა მიწაზე გართხმულ გველზე. დანაშაულის გადაბრალება და ბოროტების წყარო ისეთი ძალით და ისეთ ცხადადაა გამოსახული, რომ მალევე გვავიწყდება ფიგურათა არც თუ სწორი პროპორციები და ადამისა და ევას დღევანდელი ხედვით არც თუ ლამაზი სხეულები. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდის მთელი ხელოვნება მხოლოდ რელიგიურ იდეებს ემსახურებოდა. შუა საუკუნეებში ეკლესიების გარდა ციხესიმაგრეებიც შენდებოდა და ხელოვანებს დროდადრო მათი მფლობელი ბარონები და ფეოდალებიც ასაქმებდნენ. ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნებაზე საუბრისას ამგვარი ნაწარმოებები ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ეს ადვილად აიხსნება. ციხესიმაგრეებს ხშირად ანგრევდნენ, ეკლესიებს კი ინდობდნენ. რელიგიურ ხელოვნებას მეტი პატივით ეპყრობოდნენ და უფრო გულისხმურითაც უვლიდნენ, ვიდრე კერძო ბინების მორთულობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოძველებულ ნივთებს ახლით ცვლიდნენ ან აგდებდნენ, როგორც ეს დღესაც ხდება. მაგრამ საბედნიეროდ ამ სახის ერთმა დიდებულმა ნიმუშმა ჩვენამდე მაინც მოაღწია. სწორედ იმიტომ, რომ იგი ეკლესიაში ინახებოდა. ეს გახოთ ბაიოს სახელგანთქმული გობელენი,
რომელიც ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობას გვისურათებს. ამ გობელენის შექმნის თარიღი დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ის გადმოცემული ამბების ცოცხალი შთაბეჭდილებების საფუძველზეა მოკარგული. ალბათ დაახლოებით 1080 წელს. ეს გობელენი იმგვარი სურათოვანი ქრონიკაა, რომელსაც ძველი აღმოსავლური და რომაული ხელოვნების მაგალითებით ვიცნობთ. ესაა ბრძოლისა და გამარჯვების გასაოცრად შთამბეჭდავად მოთხრობილი ამბავი. 109 სურათზე, როგორც წარწერიდან ირკვევა. ჰაროლდის მიერ უილიამის წინაშე ფიცის დადებაა წარმოდგენილი. 110 სურათზე კი მისი ინგლისში დაბრუნება. ვერ მოიდერნება ამ ამბის გადმოსაცემად უფრო თვალნათელი ხერხი. ჩვენ ხედავთ აღსაკდრებულ უილიამს, რომელიც თვალს ადევნებს ჰაროლდს, მას კი ხელი წმინდა რელიკვიაზე უდევს და ერთგულებას ეფიცება. სწორედ ამ ფიცის ერთგულება გამოიყენა უილიამმა ინგლისზე თავისი პრეტენზიის საბაბად. მე განსაკუთრებით მომწონს მომდევნო სცენაში აივანზე მდგომი მამაკაცი, რომელსაც შორიდან მომავალი ჰაროლდის გემის დასანახად ხელი თვალებთან მიუტანია. თუმცა მისი ხელები და თითები მეტად უცნაურია და ეს ქონდრისკაცისებრი ფიგურებიც ასურელ თუ რომაელ მემატიანეთა მსგავსი დამაჯერებლობით დახატული ვერ არის. როცა ამ პერიოდის შუა საუკუნეების მხატვარს ხელთ არ აქვს გადმოსაღები ნიმუში, იგი ბავშვივით ხატავს. იოლია მას ღიმილი შეაგებო. მაგრამ რასაც იგი აკეთებდა, სრულებითაც არ იყო იოლი. მხატვარი ეპოპეას ისეთი ეკონომიური საშუალებების გამოყენებით გვიამბობს და ისია კონცენტრირებული იმაზე, რაც მნიშვნელოვანი ჰგონია, რომ მისი ქმნილება უფრო ჩაგრჩებათ მეხსიერებაში, ვიდრე ახლანდელი გაზეთებისა და ტელეარხების რეალისტური მონათხრობი.